გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე გამოშვებაში ნახავთ. რა განცხადებები კეთდებოდა გიორგი ბაჩიაშვილის აღიარებამდე და როგორია დღეს პოლიტიკური შეფასებები. ფასების შემსწავლელი კომისიის სხდომა პარლამენტში კომისია კვების პროდუქტების ადგილობრივ მწარმოებლებს მოუსმენს. ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას ქუთაისში უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეა დაკავებული. იგეგმებოდა ამ მასალების უკანონო შეძენა $3 მილიონ და უკანონო ტრანსპორტირება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ღონისძიება სუსის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ჩაატარეს. დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტულად ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქტიურად იყვნენ დაკავებული ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. ზემოთ აღნიშნული ნივთიერებები გამოიყენება სხვადასხვა დანაშაულებრივი, მათ შორის ტერორისტული მიზნებისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 ადამიანი. ბრიფინგი სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ჩაატარა. ლაშა მაღრაძის თქმით, სერიოზულ გამოწვევად რჩება ეგრეთ წოდებული შუარგოლის კორუფცია. ხეტყის უკანონო მოპოვების, სამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 12 პირი. მათ შორისაა იმერეთის სატყეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები. ასევე მარტვილის სატყეო უბნის წარმომადგენელი, ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2 პირი და მსგავსი საქმე უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს, სადაც სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება, გამოყენებისა და მერქნიანი მცენარეების უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე ბრალდება 3 პირს წარედგინა. ბათუმის შემთხვევა ეხება შპს სანდასუფთავების ერთ-ერთი სამსახურის უფროსის მიერ აღნიშნული შპს-ის ბალანსზე რიცხული სატვირთო ავტომანქანებით სამშენებლო ნარჩენების გატანის სანაცვლოდ ქრთამის აღებას. ხოლო ლაგოდეხის შემთხვევაში მერის წარმომადგენელმა სოფელ კაბალში ქრთამის სანაცვლოდ მოქალაქეს თავიდან აარიდა სასამართლოს მიერ დანიშნული საჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. 5 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში მშენებლობის კოეფიციენტის უკანონოდ გაზრდისა და უნებართო მშენებლობის ფაქტებზე. სახელმწიფოს კუთვნილი მიწების კერძო საკუთრებაში უკანონოდ რეგისტრაციის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 6 პირი, ხოლო სატენდერო პირობების ხელოვნურად მორგების, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისგება 2 მოქალაქეს მოუწია. ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ უჩნდება სურვილი თავისი მდგომარეობა ბოროტად მატერიალური უპირატესობისთვის გამოიყენონ, ვაფრთხილებთ, რომ კანონის დარღვევის ნებისმიერი ფაქტი იქნება გამოვლენილი და მას მოყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი რესურსი აბსოლუტურად განსხვავებულია. ბოლო თვეების განმავლობაში გატარებული შიდა რეფორმების, საკადრო ცვლილებების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაუმჯობესების ხარჯზე თვისებრივად გაძლიერდა უწყების შესაძლებლობები. შემოსული, დამუშავებული და რეალიზებული ოპერატიული ინფორმაციის მოცულობა მხოლოდ 9 წლის განმავლობაში დაახლოებით 24 ჯერ არის გაზრდილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე საქმეზე ოპერატიული მასალაც გაავრცელა. Ayak altına koy, şöbek taraftan rezinin altına koy, bu da bağlıyor. Bu da neymiş bunu? O ne şu var? Şiriyani mankana kaupresat sami reisi geyi konçada. Kaketsde kapriyalda kollaperi, ay objekti
დამთავრდა. ფერჩევთან ხვდით 150 ლარში თუ რამე შეიცვალა მაღაზე. არა იყოს მაი 150 თვარა სამაში ისე, მაგრამ მომისმინე, ოღონდ ჩარიცხო უნდა ახლა 450. 450 ლარს შაგირიცხავთ, პირადი ნომერი მომწერე. მითხარება პირადი ნომერი. შნელნელ. რო. ხო? ოვიდარ. ახლა რომელი ობიექტი სინათლე? ამ დღეებში დაგირეკავ მე მეორე ობიექტზე ან ხვალე ან ზეგიზაიმი ორი ობიექტზე. გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და ანაზღაურა ზიანი. თუმცა ბაჩიაშვილის აღიარებამდე კონკრეტული ჯგუფები ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ბაჩიაშვილის საქმეს პოლიტიკურს უწოდებდნენ. რა განცხადებები კეთდებოდა და როგორია პოლიტიკური შეფასებები დღეს, ამას მეგინ არსავიძე გვეტყვის. კიდევ ერთი ჩავარდნილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის აღიარებამ წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელიც საქმის პოლიტიზებისკენ იყო მიმართული. ამ კოორდინირებულ კამპანიაში კი ჩართულები იყვნენ მათ შორის ჰელსინკის კომისია, სენატორების და დიპლომატების ნაწილი და ასევე საერთაშორისო მედია. ამბობდნენ, რომ ბაჩიაშვილის დაკავება დარტყმა იყო ქართული დემოკრატიისთვის. ამ ფაქტს შემაშფოთებელი უწოდა მათ შორის გერმანიის ელჩმა საქართველოში. ეს განცხადებები მედია არქივში ინახება და ყველა მათგანის სიცრუე და პოლიტიკური მიზნები გამოაშკარავებულია. გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის. 200 დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს ამის კიდევ ერთი მაგალითია. ყოველდღიურად გვაქვს მძიმე ამბები საქართველოდან. ვგულისხმობ გიორგი ბაჩიაშვილის ამბავს. თანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს დიდი შეშფოთების საგანია. თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე აღიარა დანაშაული და აანაზღაურა ზიანი. მათ შორის ერთ-ერთია ქართული ოცნების დამფუძნებლის კრიპტოვალუტის მითვისების საქმე. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა ახლა ბოდიში უნდა მოიხადონ საქართველოს წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო. ფაქტი არის, რომ ბაჩიაშვილმა აღიარა ბრალი და ზიანი სრულად აანაზღაურა და ეხლა ლოგიკური არის, რომ ველოდებით ბოდიშის მოხდას ყველა იმ აქტორისგან, რომელიც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებდა ამ თემას და 1000 სიბინძურეს სწამებდა ჩვენს ქვეყანას და კანონის უზენაესობას. ისინი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, შესაბამისად მათ მოუწევთ ბოდიში მოუხადონ ჩვენ საზოგადოებას ამ ცილის სწამებისა და ფაქტობრივი ტყუილებისათვის. Deep State-ის წარმომადგენლებსა თუ მათ მართულ ადამიანებს ყოველთვის აქვს სურვილი, რომ წარმოაჩინოთ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, როგორც პოლიტიკური საქმეები და შემდეგ ეს თავიანთი შავნელი მიზნებისთვის გამოიყენონ, რასაც ცდილობენ მათ შორის ჩვენს ქვეყანაში ყველაფერზე ხელმომწერი აგენტურის წარმომადგენლებს. ყველა იტყუებოდა, ყველა ცრუობდა, როდესაც ბაჩიაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა, მათ შორის BBC-ის წარმომადგენლებიც ცრუობდნენ იმ ავად სახსენებელ ფილმში, სადაც ბაჩიაშვილი მათ შორის ლაიტმოტივად ბაჩიაშვილის სახელს დაგვაქვს ლაიტმოტივად გასდევდა როგორც პოლიტიკური პატიმარი. ჩვენ მივმართეთ გერმანიის საელჩოს და გავაგზავნეთ კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი არის ახლა იმ დიპლომატის პოზიცია, რომელიც ბაჩიაშვილის დაკავების გამო გამოთქვამდა შეშფოთებას და ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. პირდაპირ ეთერში მეგინ არსავიძე საუბრობდა. თაღლითური კოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული ელისო კილაძე საკუთარი დანაშაულის გადაფარვას ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს. ჟურნალისტი ცდილობს მისი დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დაუკავშიროს. საქმე ეხება 2025 წელს კილაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სკრინს, სადაც 2015 წლის მონაცემებია გამოქვეყნებული. კილაძე ამტკიცებდა, რომ ბიტკოინები მამუკა მდინარაძეს ეკუთვნოდა, თუმცა არსად იყო მითითებული რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. კილაძის გამოქვეყნებული მასალა აღებულია ბიტკოინების და კრიპტოვალუტის გადარიცხვების შესახებ საიტიდან, სადაც არაერთი მსგავსი სახის მასალის აღებაა შესაძლებელი, რაც ადასტურებს, რომ კილაძე მიზანმიმართულად დეზინფორმაციით სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ასევე დადასტურდა, რომ ელისო კილაძის მიერ გამოქვეყნებულ სკრინში მითითებული კოდი რეალურად 2015 წელს წყალდიდობისას დაზარალებულთა დახმარებას უკავშირდება.
ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ამ სფეროში და იცის რას ნიშნავს ბლოკჩეინი, ტრანზაქციები, ვოლეტი და ასე შემდეგ. ну პირდაპირ ცხადია რომ ეს არის ტყუილი, ეს არ ფიქსირდება ეგ საერთოდ ადამიანი საფული არ არის მიგმული კონკრეტულ ადამიანს. კი შეიძლება ნახოთ რომელიღაც საფულეში რა თანხა დევს, მაგრამ ვიზე დევს, ვისი არა, ეს არის მთელი ბლოკჩეინის აზრი. წლებია იგი სიცრუეს იყენებს იმისათვის რომ გააშალოს ადამიანები და შემდეგ ამ ყველაფრით საკუთარი კეთილდღეობა აწყოს. სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიზირების მცდელობები ეს არ ახალი არის ასევე საზოგადოებისათვის. ჩვენ არაერთხელ გვინახავს მცდელობები რომ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულების საქმეებს არ ქვეუნდა როგორც პოლიტიკური პატიმრობები ან პოლიტიკური საქმეები. შემდეგ ხედავდით უკვე მიღსასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და მათ შორის სტრასბურგის გადაწყვეტილებებს. ამ წუთებში პარლამენტში ფასების შემსწავლელი კომისიის სხდომა იმართება. კომისიის წევრები კვების პროდუქტების ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად ბაზრის სტრუქტურის ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ. ნინო არღულიანია თებით პირდაპირ ეთერში. ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორის საოპერაციო ხარჯები. ეს მთავარი საკითხებია, რაზეც დღეს კომისიის წევრები ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებთან გაამახვილებენ ყურადღებას. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ჯამში 12-მდე კომპანიის წარმომადგენელი იმყოფება დღეს საკანონმდებლო ორგანოში. საუბრის მთავარი თემა კი ფქვილის, ზეთის, კონსერვების და ტკბილეულის ფასებია. კომისიის წევრები შეხვედრის დაწყებამდე ამბობდნენ, რომ გასულმა შეხვედრებმა გამოაჩინა, რომ ქართულ მწარმოებლებს პრობლემები რამდენიმე მიმართულებით აქვთ. პირველი ეს არის იმპორტზე დამოკიდებულება, მეორე ეს არის ქსელურ მარკეტებთან ფინანსური თანამშრომლობა და ასევე პრობლემად დასახელდა ის, რომ ქსელური მარკეტები ქართულ მწარმოებლებს გაყიდული პროდუქციის საფასურს დაგვიანებით უხდიან. ამასობაში კი მწარმოებლებს დამატებითი საბანკო ვალდებულების აღება უწევთ, რაც საბოლოოდ კომისიის წევრების განცხადებით სასურსათო პროდუქტების ფასებზე ისახება. 30 წლით კომპანია შევისწავლეთ მათი როგორც საწარმოო, ასევე საოპერაციო ხარჯები, ასევე მათი ფინანსური სტაბილურობა და საბოლოო ჯამში აღნიშნულმა შესწავლამ 6 პრობლემა გამოავლინა. მე რამოდენიმე გამოვყოფთი მათ შორის. პირველი ის, რომ წარმოების დიდი ნაწილი დამოკიდებულია იმპორტულ ნედლეულზე, რაც თავისთავად იმპორტის ინფლაციის რისკებს ქმნის. მეორე, ჩვენ რაც დავინახეთ, საოპერაციო ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვნად და არის და საკუთრების და არის გაყიდვების და რეალიზაციის ხარჯებში, რაც პირველად პირდაპირ არის მიმბული ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობებში. ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოებელს განსაკუთრებით ძვირი უჯდება საკუთარი პროდუქტის რეალიზაცია. ასევე დავინახეთ, რომ მნიშვნელოვანი რიგ შემთხვევაში დეფიციტია სამუშაო კაპიტალის და წარმოებლებს უხდება დამატებითი საკრედიტო რესურსების აღება, რაც თავის მხრივ აძვირებს კაპიტალს, რადგანაც საკრედიტო რესურსი 15-16% უჯდება და ეს ყოველივე აისახება საბოლოო ჯამში სამოხმარებლო ფასებზე. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემები დავინახეთ ნაშთების მართვაში და დანაკარგებში. იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა შესაძლებელია იყოს მათ შორის კარტელური გარიგებები და ის მარჟები, ის ეგრეთ წოდებული кэшბექები, რა თქმა უნდა ძალიან მძიმე თვითთა დაწובה საბოლოო ჯამში ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც უსამართლოდ გაზრდილი ფასების გადახდა უწევთ საკვე პროდუქტებში. თანხის დაბრუნების პერიოდი არის ძალიან დიდი, ეს დამატებითი ტვირთია უკვე მწარმოებლებისთვის, მათ უწევთ დამატებითი საბანკო სესხების აღება და ეს რა თქმა უნდა შემდეგ უკვე საცალო ფასზეც აისახება. დახლის საფასურებით მათთვის არის ტვირთი და ასევე ქართველ მწარმოებლებს არ აქვთ ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობა იმპორტიორებთან, რომ საკუთარი ნაწარმი უფრო რეალურ ფასებში შეთავაზონ მოსახლეობას. ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრები დღეს სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებთან მესამე შეხვედრას მართავენ. ამის შემდეგ უკვე შეხვედრები გაიმართება იმპორტიორ დისტრიბუტორებთან და ასევე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან. მას შემდეგ, რაც კომისია სასურსათო პროდუქტებზე ფასების შესწავლას დაასრულებს, კომისიის წევრები უკვე გადავლენ სხვა საკითხზე, შეისწავლიან მედიკამენტების და საწვავის ფასებს. ეს ნინო არღულიანი იყო. გიორგი გახარიას პოლიტიკური არჩევანი არის ტყუილი. ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილი აცხადებს. დაანონსების მიუხედავად, რომ მიუნხენის კონფერენციაზე ევროპელ ლიდერებს შეხვდებოდა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია გახარიას ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება. კითხვებს პასუხს არსებენ გახარიას პარტიის წევრები და იმედის შეურაცხყოფაზე გადადიან.
ყველა აჯენდას ჩვენი გიორგი გახარიას შეხვედრების მიუნხენის კონფერენციაზე ვის შეხვდა კონკრეტულად ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ტელეკომპანია იმედს ამის შესახებ ანგარიშს არ ვაბარებ. რომელი ქვეყნის ლიდერი შეხვდა? ცოტა ეთიკურად მოიქეცით. რა ჯერ პროპაგანდას წარმოადგენთ და მე არაეთიკურად იქცევით. როცა ჩათulis საჭიროდ ამის შესახებ ინფორმაციას თუ გაავრცელებს თავად მიუნხენის კონფერენციაზე ვის შეხვდა? მაკა ბოჭორიშვილს კითხეთ. ანუ თქვენ არ შეგიძლიათ თქმა ვის შეხვდა გიორგი გახარია ესეთი პასუხი. თქვენ ხართ ძალადობაში მონაწილე ტელევიზია ან ვერ დაგეთანხმებით და მე დავწყვეტ რას გიპასუხებთ მე სულ შეკითხვას. გახარიას ტყუილები უკვე გასდა ყველა მასშტაბს დავიწყოთ იქიდან რომ კომისიაზე ბევრი ტყუილი თქვა ანუ ჩორჩანასთან დაკავშირებით ის ხალხი ვინც იქ ცხოვრობდა იყო მოსული კომისიაზე და თქვენს რომ დღეში ვეღარ შევდივართო რომელ დღეშიც უკვე საოკუპაციო ჯარები არიან გახარია ამბობდა რომ არაო მე გავაპირიქით გავაფართო შემდგომ იმის ნაცვლად რომ თქვა თავის პარტია გაეძლიერებინა აქ წინასაარჩევნოდ გაიქცა გერმანიაში მიუნხენის კონფერენციაზე თურმე პანელზე უნდა ყოფილიყო იქ წამოჭიმული და გონი რიგებშიც ვერ ნახეს ჩვეულებრივ რიგებში ვერ იძებნება. როდესაც შენ დაიწყებ ტყუილით გუნდის ღალატით შენ ნებისმიერ საქმიანობას ყოველთვის დასრულდება ასეთივე ტყუილებით. ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე უხერხულ თავის მართლებას უწოდებს გახარიას პარტიის წევრის პასუხს კითხვაზე, რატომ არ დაუჭირეს მხარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. ცვლილებების თანახმად შესაბამისი სუბიექტებისთვის ვალდებულებები ჩნდება, რათა მათ ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ. ეს იყო ერთგვარი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ კომიტეტზე საერთოდ არ მოხდა არანაირი მოსაზრების გათვალისწინება. ჩვენი გადასაწყვეტია როდის და რა ფორმატში რაც დავაფიქსირებთ. პარტია გახარია საქართველოსთვის მას პირადად იწვევს სატელევიზიო დებატებში. დებატების ადგილი არის პლენარული სხდომა და როდესაც სხვა კანონებს ისინი არ უჭერდნენ მხარს, ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად ბატონი შალვა კერესელიძე ტრიბუნიდანაც კი არ ჩამოდიოდა. ამ შემთხვევაში არც ერთი კითხვა არ დაუსვამ და არც საპარლამენტო ტრიბუნით არ უსარგებლია და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩვენ ვამხილეთ, მაშინ რომ მათ შეშემო პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა, დაიწყეს უხერხული და უსუსური თავის მართლება, რითაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს საკუთარი თავი. პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 97 ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულთა ნაწილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომლებსაც აფასებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახორციელებდა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ჰეროინი, კოკაინი, მეთადონი, ბუპრენორფინი, გამომშრალი მარიხუანა, MDMA, მცენარე კანაფი და ნარკოტიკული საშუალების დაფასებისათვის საჭირო ნივთები ამოიღეს. ასევე ამოღებულია წესასწაული იარაღები და საბრძოლო მასალა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციასთან გამართულ შეხვედრაზე ელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილა. დეტალურად იმსჯელეს კანონპროექტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე, რომლებიც განახლებადი ენერგიის რესურსებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის პირდაპირ სამართლიან და ეფექტიან გამოყენებას ითვალისწინებს იმ დასახლებებში, სადაც ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება. კანონი მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის რესურსებზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან მომდინარე გრძელვადიანი სარგებლის განაწილების მხარდამჭერი მექანიზმის დანერგვას, რომელიც უპირველესად ქონების გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემისა და სოფლის საჭიროებისთვის აკუმულირებას გულისხმობს, სადაც გენერაციის ობიექტები შენდება. სოლიდური თანხები მოხმარდება ადგილობრივი დასახლებების განვითარებას. ასევე ხელს შეუწყობს ინვესტორების და ადგილობრივი მოსახლეობის კომუნიკაციას და გააზრდის ინტერესს ახალი ელექტროსადგურის პროექტების მიმართ. ჩვენი ასოციაციის კანონპროექტი არის ქონების
ასე ვთქვათ, ქონების გადასახადის განაწილებაზე და სარგებლის განაწილებაზე ზეგავლენის არეალთან და ამ შეხვედრაზე ასე ვთქვათ, განვიხილეთ უკვე დეტალები. ჩვენ ასე ვთქვათ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ძალიან მალე ეს კანონი იხილავს მზის შუქს საბოლოო ჯამში და იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობის ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ახალი ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს ჩვენ ქვეყანაში. ეს თანამშრომლობა ბუნებრივია ემსახურება ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, ხელშეწყობას და ამასთანავე იმ მნიშვნელოვანი ეგრეთ წოდებული ინსენტივების წამახალისებელი მექანიზმების ინტეგრაციას დღევანდელ მოცემულობაში, რომლის საჭიროებაც გააჩნია კერძო სექტორს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის TAV-Georgias წარმომადგენლებმა ეკონომიკის მინისტრს აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინეს. იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება. იგეგმება როგორც მოქმედი ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ Eagle Hills-ის ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულად ახალ დატვირთვას შესცემს. კონსულტაციები გავმართეთ ბათუმისა და თბილისის ოპერატორ კომპანია TAV-Georgias-თან, შესაბამისად მათ წარმოადგენს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წელს ისინი განახორციელებენ შესაბამის ჩარევებს იმისათვის, რომ მოხდეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდა და რასაკვირველია, წარმოადგენს ხედვა, რის მიხედვითაც, რა თქმა უნდა, მოხდება შესაბამის ინვესტიციების განხორციელება როგორც სატერმინალო ინფრასტრუქტურაში, ასევე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მიმართულებთან. მოგეხსენებათ 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო ბათუმის აეროპორტისთვის. ჩვენ წელი ჩავხურეთ 1.200.000 მგზავრით. პროექტი დაგვეხმარება, რომ უფრო სწორად დავიგეგმოთ და დაგვეხმარება იმაში, რომ სახელმწიფოსთან ერთად საუკეთესო აეროპორტი გავაკეთოთ და გავაფართოვოთ არსებული ტერმინალი. თქვენ იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად იმატებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურა, სანავიგაციო ინფრასტრუქტურა ამას დროულად და მზად შეხვდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ავიაკომპანიების კომფორტი და ჩვენი მგზავრებისთვის აეროპორტების ხელმისაწვდომობა და კომფორტული მგზავრობა. 2026 წლის იანვარში საქონლის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და $480 მილიონ გადააჭარბა. ამავე პერიოდში 68%-ზე მეტით გაიზარდა ადგილობრივი ექსპორტი და $313 მილიონ-მდე შეადგინა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამუშაო ძალის მაჩვენებლებიც გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით 2025 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9%-ით შემცირდა და 13% შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელზე როცა ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში და ძირითადად გვაქვს ჩინეთის, თურქეთის და მალტის მიმართულებით და ამ შემთხვევაში სასაქონლო ჯგუფს რაც შეეხება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე ძვირფასი ლითონების მადნების სასაქონლო ჯგუფებზე მოდის ზრდის მაჩვენებელი. აღნიშნული ზრდა და აღნიშნული მოცულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე, რა თქმა უნდა, აღნიშნულს ხელს უწყობს ის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ზოგადად ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით და განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდის კუთხით, ასევე აღნიშნულ ტენდენციებს ხელს უწყობს ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რაც საქართველოს გააჩნია. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ექსპორტის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება და აღნიშნული, რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე. ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში ანზორ ერქომაიშვილისა და პირველი ქართველი ქალი ეთნომუსიკოლოგის თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაცია გაიმართა. მარკები საქართველოს ფოსტამ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიცირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა. ეთნომუსიკოლოგისა და ლოდბარის სახელობის საფოსტო მარკები საქართველოს ფოსტამ ისტორიაში პირველად დაბეჭდა. გავიხსენეთ დიდი ქართველი ეთნო მეცნიერები, ესე ვიტყოდი, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი და ქალბატონი თამარ მამალაძე, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ფოლკლორის გადარჩენაში, ამის კვლევაში, შეგროვებაში და მადლობა საქართველოს ფოსტას და ეკონომიკის სამინისტროს იმისთვის, რომ მათ უკდავს საყოფად ეს ფორმა, მარკის ფორმა შემოგთავაზეს და ჩვენ ერთობლივად ყველანი მადლიერებას გამოვთქვავთ, რომ ამ ადამიანების სახელი
ნაწილი იქნება უკდავყოფილი. ბატონი ანზორი თელმა საქართველოს მიცის ვინც არის და რამხელა ღვაწლი აქვს მას სახელთან არის დაკავშირებული ანსამბლი მართვე რომელმაც შემოატრიალა ქართული მრავალხმიანობა დაუბრუნა თავის ადგილს და ქალბატონი თამარი რომელმაც 50-იან წლებში ისეთ დროს როდესაც შეუძლებელი იყო ფაქტიურად ექსპედიციების ჩატარება და სოფელ სიარული ქალბატონმა მოახერხა და 200-მდე სოფელი მოიარა სადაც ჩაწერა სრულიად უნიკალური მასალა. მართლაც რომ მნიშვნელოვანი დღე არის საქართველოს პოსტამ გამოსცა საპოსტო მარკები ანზორ ერქომაიშვილის და პირველი ქართველი ქალი ეთნო მუსიკოლოგის თამარ მამალაძის მინდა აღნიშნულთან დაკავშირებით განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, ასევე მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს კულტურის სამინისტროს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის ქრონიკა ეთერში 17 საათზე დაბრუნდება დროებით.